ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ულსონი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინიორლიოღლუს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს. სინიორლიოღლუსთვის გაგზავნილ წერილში ულსონი განსაკუთრებით ხაზს უსვამს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მონიტორების დასკვნებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ პროცესი თავისუფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების შეზღუდვებით იყო დატვირთული. კონგრესმენი ეუთოს გენერალურ მდივანს აფრთხილებს, რომ თბილისში ვიზიტი ქართული ოცნების მთავრობის და მისი ანტიდემოკრატიული ქმედებების მხარდაჭერად შეიძლება იქნას აღქმული, თუნდაც ასეთი განზრახვა არ არსებობდეს. ულსონი გენერალურ მდივანს თხოვს ვიზიტის გადადებას მანამ, სანამ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება. მოგიწოდებთ გადადოთ მომდევნო კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი, მიუხედავად იმისა, რომ მესმის ეს რეგიონში ვიზიტის ნაწილია. ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და მთავრობის ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას მოიმსახურება. გასულ ოქტომბერს ეუთოს დამკვირვებლების დასკვნები, რომ პროცესი დაზიანებული იყო ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო კანონმდებლობის უარყოფითი გავლენითა დამომრჩევლზე ზეწოლით კითხვის ქვეშ აყენებს ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობას. მას შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი კამპანია და უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის წევრების დაპატიმრებები დაიწყეს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორების საქმიანობას, რითაც შეზღუდვები იზრდება. ხოლო დამკვირას ქართული ოცნების მიერ მართულმა პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მოსთხოვს უცხოურ დონორებს, მათ შორის ეუთოს მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გრანტებისთვის მთავრობის დამტკიცება მიიღონ, დასაჯონ დაუმტკიცებელი გრანტების მიმღებები და გაამკაცრონ პოლიტიკური პარტიების აქტიურობებზე შეზღუდვები. აქამდე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა უკვე გაამკაცრეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის უცხოურ დაფინანსებაზე კონტროლი. მომდევნო კვირას თბილისში შეხვედრებს თუ მაინც განახორციელებთ, ამით მესიჯი გააგზავნით, რომ თქვენ და პოტენციურად ეუთო მხარს უჭერთ ქართული ოცნების მთავრობას და მის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. თუნდაც ეს არ იყოს თქვენი განზრახვა. ყველა წარსული გამოცდილება იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული ოცნება მიზანმიმართულად ასახავს ვიზიტს, როგორც მათი პოლიტიკის მხარდაჭერას. თხოვთ გადადოთ საქართველოში თქვენი ვიზიტი, მანამდე სანამ ვითარების გაუმჯობესება არ იქნება, რომელიც შესაბამისი იქნება ეუთო ოდირის არჩევნებზე, უცხოური გრანტების კანონსა და დემონსტრანტების მოპყრობაზე წინა განცხადებებთან. ეუთოს გენერალური მდივანი თბილისში ჩამოსვლას მომდევნო კვირაში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში გეგმავს.